მოდა თავისი იმპოზანტურობით, მრავალფეროვნებით, იდუმალებითა და მრავალი უცნაურობით. ასევე უამრავი სირთულეებით, პრობლემებითა და განსხვავებული შეხედულებებით. ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის პირიქით, მაგრამ მაინც მშვენიერი და ამაღლებული, რომლის ჩვენებაც ყოველთვის გარკვეულ ზეიმთან ასოცირდება. დედაქალაქში ბოლო პერიოდში გახშირდა ასეთი შოუები, რაც ჩვენი თანამედროვე მოდელიორების მაღალ გემოვნებაზე მეტყველებს. გასულ კვირას ახალგაზრდა დიზაინერის მაკა ასათიანის მოდელების ჩვენება და მისივე მაღაზიის პრეზენტაცია მოეწყო. მაკა ასათიანი როგორ შეაფასებს მაკა ასათიანის აი ამ დღევანდელ თუ ვიხმარ ინგლისურ სიტყვას სუპერ ვიტყვი ოკეი ნიკა გაყიდვაში იქნება საერთოდ ეს ყველაფერი იქნება გაყიდვაში რაც შოუზე იყო გამოტანილი და კიდევ უფრო მეტი ძალიან ძვირი იქნება ძალიან ძვირი არ იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას რანაირი ფასეულობის არის ათითაოდ თითო დეტალის მაკას ყოველთვის თვლიდა რომ საოცრად ნიჭიერი დიზაინერი, მაგრამ დღეს აი ყველაფერს აი მოლოდინს გადააჭერბა. აქტაცებაში ზოგმა მომიყვანა ქართველმა გოგონებმა, რომელმაც ესე კარგად წარმოაჩინეს ეს ყველაფერი და მადლობა ასევე იმ სტუმრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზიდან. აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, როდესაც ლაპარაკობთ ევროპაზე, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვიყოთ ამ სივრცის წევრები ან ეკონომიკურად, აუცილებელია რომ კულტურულადაც უნდა იყოს და აი ზუსტად ამით ზუსტად ეს ხორციელდება რა ამით ეს ხდება. Didn't have time to visit, but I think I'm gonna do tomorrow. Yeah. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან კაი ქალაქია, მაგრამ დღემდე არ მქონდა მომენტი იმის, რომ შეეფასებდა დამეთვალიერებინა, მაგრამ იმედი მაქვს კი, რომ უკვე მე ნახავ და დავათვალებ კარგადო ხვალ. რა ვიცი, ყველა ძალიან ნერვიულობს, მაკა განსაკუთრებით და მე მგონი ძალიან კაი იყო. სალომე. Я хочу сказать большое спасибо Маке за то, что она меня пригласила на этот показ, потому что я впервые в Тбилиси, и мне очень нравится этот город. У вас люди очень потрясающе добрые, гостеприимные. Хочу сказать пару слов о Маке, что она очень талантливый человек, и пожелать ей успеха. ძალიან მაგარ ჩვენება იყო, ძალიან მომეწონა, ფანტასტიკური ტანსაცმელი, фантастические გოგოები. Კიდე რა უნდა თქვენი Нина Чкаровна, из Тбилиси вар. Обалденная коллекция и очень хорошо приняли. Я очень довольна, что приехала. Тем более это первый визит. Можно. It was a teenage wedding and the old folks wished them well. You could see that Pierre did truly love the mademoiselle. And now the young monsieur and madame have rung the chapel bell. C'est la vie, say the old folks, it goes to show you never can tell. They furnished off an apartment with a two-room robot sale. The coolerator was crammed with TV dinners and ginger ale. But when Pierre found work, the little money coming worked out well. C'est la vie, say the old folks, it goes to show you never can tell. They had a hi-fi phone, oh boy, did they let it blast. აი ესე ჩაიარა მაღალი მოდის დღესასწაულმა თბილისში.